თეკ რა შვები? გოგო კიდე წევ ხარ? არა გოგო წეღარამდე ხავ გორაობ უბრალოდ, შენ რა შვები? გოგო რა ვიხავ ჭამე მეც საჭმელი სამსახურში გავდივარ. დღეს მუშაობ 7-მდე და რა ვითო გამოვივლით მითხარი წინასწარ. მე და თიკა, თუ მე და ჩემი ახალი შეყვარებული. რა ახალი შეყვარებული გუშინ არ დაშვდი? გოგო ეს იყო გეგმა B. თუ ლოჟასთან ურთიერთობას ვერ ავაწყობ და აგერ იყო ნიკა მეორე ვარიანტი. მინე ჭკვიდან გადამიყვან რა. ჩემი ზელატოსი სად არის? არ ვიცი. შეხედე ჩემ ზელატოს. აი მოატეხე ხლა ერთი ამბავი. ომარიკო შენ ზელატოს ჭამს კი მეორე შეკვრაც მოგპარა წეღან და ჩანთაში ჩაიდო. კაი იქა მეორე შეკვრა დაიღენ უბრალი ხარ. ვის მოგაჩეთ მასე? მოდიო. აუ ლაივში თქვენი ჩხუბი საერთოდ სხვა თემაა. ნეტა მე ვქონდეს ხა ზელატოსი ჩაუჯდებოდი უკეთესად. გოგო გაასწორე რა კამერა რო დაგინახოთ. თან მახსოვი. თმა. არ უნდა მომკეთო. ხერები დაიმკრემანებეთო. გოგო რა კენი მოკალდი ბავშვი? ხალი ჩაზე დავაგე და წივილკივილი ატეხა. დროზე უნდა გავიდეს ხლა სენა მინდამოვა. დაგირეკავ მერე. და ვერიკოს უთქვამ შენი ქმნისთვის რომ მეწი ყურადღება მიგექცია, საყვარელს არ გაიჩენდაო. დედა, სვეიკრი. თუ როგორ არის გოგო ეგ? Slay Queen. ხო, Slay Queen. ამათი რაღაცა არა ვიცი. და მაგის გამო დაჭამეს ერთმანეთი, რომ გამოვეცა დარბაზოში სუთმები აყარა, ეს ეყავდათ ერთმანეთი დაპუტული. კაი გოგო, ინტელექტოები განათლება კიდე 0. გაჩერდი ახლა რა, ჩემი შვილები რა ვიცი, აგერ ერთი უნივერსიტეტში, მეორე მოსწავლეა, ნოვატორში სწავლობდა და ახლა ისეთ ხალხში იყო, იქ დაფრინავენ ეგენი პროგრამირებებში და მარკეტინგებში. აუ ვერიკო ძალიან მაგარი ქალია. თეკლა რო სწორობდა შაშა ნოვატორში მაგას შეშურდა და წელს თავი შვილი ჩაწერა მანდ. ეხლა ხო ნოვატორში რაღაც რეგისტრაციებია. თეკლა მოწონდა სარძლუთაც. დიდი ამბავია ახლა. ისე შენც რომ მოეწონო ძლად ვიღაცას არ იქნება ცუდი. რა სარძლოთ? ეგ ხამაკლია გაუნათლებელი და უკარიერო გავთხოვდი. ვერ ხედავ როგორი დროა, ყველა გოგოს უნდა ქონდეს თავის საქმე და განათლება. ეგ კი მართალია, მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვერ ვისწავლი ინსტიტუტში. მე ბავშვი როდესაც წამოიზარდა და მუშაობითაც არ მიმუშავია. ხო, არა კაცო, ადრე გათხოვება არა, ვიხუმრე ახლა. თან ანასტასიას შეყვარებულიც არ აღავს. ხო არა. ყავდე და გარდაიცვალა თუ გახსოვს. ამიტომ ჯერ ჰილინგის პროცესში უნდა გავიარო, ხო გესმის? მესმის კაცო რას ამბობ ახლა? ხო, ჰილინგი. როგორ მახსოვს რამდენი მცდელობა იყო და ბოლოს complicated relationship-ი გქონდა. რა გქონდათ? შენ დაიმხეს სახლი ამ ბავშვებმა თავზე რა. ომარიკო მოდი აქ. მაგათ არ ვიყარ ხოლმე სახში ეგრე იქცევით. კი ზოგჯერ. ვასოც არა ვარ ცხმე ბალიშები ჩხუბობთ მაგის ოთახში. აუ ლიზი ეგ არა იყო. ყურეჯა. გინდა გილაპარაკი ამასთან ახლა და გინდა არა. კაი ბავშვები არიან გაანიები თავი დაგჭირს. ვასო გაუშვი მაგ ლეპტოპს ხელი. შენზე ძვირია ეგ. ინგადი დაუკაცრავა წყალი მინდა. წყალი ვონკაში მოდის. კარგით. რატო ეუხიში ბავშვს? მითი ხა გაღებს სამზარეულოში და დალივინე წყალი. რა სამზარეულოში გავყოლეთ გავიგები. მგენი ხანია კარია რომ ჩემს გაგათიციან სად რა მიდევს სახლში. ამარიკო გადადე ეგ ზელატოში და დამალობანა ვითამაშოთ რა. აი მე დამალობანას ნუ ვითამაშებთ რა. რატო ინგა ითამაშონ დამალვის დროს მაინც იქნებიან ჩუმად. წინაზე რო ითამაშეს, აუხტია ომარიკოს დივანი, ჩასულა ლიზის შეგნით და რო დააპარეს თავზე, რა ვიცი, გაიჭედა ის მექანიზმი და ძლივს ამოვიყვანეთ ბავშვი, ლამის გაგვეგუდა შეგნით. ყველა გადი შენს მეტი. ვასო შენი ხუჭები. იქ დაიხუჭე ჩემი დის ოთახში. ჩემ ოთახში ვინმე შეხვალ, ცოცხალი ვეღარ გამოყვათ იქიდან. სამზარეულოში დაიხუჭე ვასო. მოვედი ანასტასია, წავიდნენ ბავშვები. აი მე რა სიწყნარეა. რა ვეთახეთ რომ გამოვედი წაღან უკვე წასულები იყვნენ. ომარიკოც არ არის სახში. აუ რაღაც ზანცეში ფილმი ჩავთე. ხმები მესმის მე მგონი უკვე დიდა. კი დავამთავრებ ამ წიგნს სამსაღამოს. რა ხდება? ბაიმე ომარიკო, როდის ჩახვედი მან? ამა მაყვანინე გოგო ბავშვი დივანშია ჩარჩენილი. ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო? ორეები მოგვივა. 13 ლარი და კიდე 70 თეთრი. მეც მაგ 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაქვს, დედა ჩემის ორი ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. აუ რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედა მისმა. არასდროს არსად არ უშვებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. უცოტნეს არ ვავიდეთ საკეიპოთ, მაგრამ დედამისი გამოვყრის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები.
ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცული 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აი 2 წელი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. აუ ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე ძალიან მიყვარს. ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედაჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ეგ ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. ვაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? ვაიმე. ომარიკო, შეხედე შენ კორპუსთან სასტრაფო მივიდა. ისე ვალერიტია გახდებოდა ცუდად. ხო. დედა რა ამბავია ამ ავტობუსში? ამოდი ომარიკო. და მძიმე სუნი დგას. მე მგონი გაკუებული აქვს ვიღაცას. დედა რა სივიწროვეა და უჰაერობა. ფანჯარა გადმოაღეთ რა. У моего ребёнка гаймарит, не открывайте окно. Не открывайте კი არა, открывайте. გამოაღეთ კაცო, ვინ არიან ესენი? ვაიმე, აი ეს ბარათი რო დამიფიქსიროთ თუ შეიძლება რა. ქალბატონო, თქვენ თმებში ჩამივარდა ბარათი. რანაირად ჩაგივარდათ კაცო. ხო, აი ვიპოვე. დავაფიქსირო ბარე. ტაშში ჩააწყე ფეხები. სოდა ჩაყარე წყალში, დაგილბობს კარგად. დაგილბობს. ლელა მოვდივართ ჩვენ. გოგო, მოვიდნენ სტუმრები? დასხდნენ? და ძალიან დამაგვიანებს მე ეს ავტობუსი რა. ხوار ჩამოვსულიყავი და ტაქსით გამოვიდოდი რო რამე. მაგრამ იმდენი ხალხი ამოსული, უკან დასახები გზაც აღარა მაქვს. ბაჩო, თუ ვერ მოვედი მე დღეს, დაწექიუ ჩემო თიცოდე. ტაბანოში შუქი არ დაგრჩეს. კაი. ვაიმე, ბავშვი დავკარგე. დასო. ვაიმე რა ხდება კაცო? ქალბატონო ბავშვი რა დაკარგეთ აქ, ვერ გავიგებ. მოძებნეთ მანდ კაცო, მანდ იქნება ჩაჭკრეტილი სადმე. აღარ ჩაიცვა იქ ფერსაცმელები. გიყროლებს კაცო ფერს ხო ხედავ. რით ვერ მოვედით? და რეკი აბალერა დეიდასთან გაიგერა ხდება. ვრეკავ ხო. ლელა რაშვებით, აი მოვედით მე მგონი ჩვენც ახლა. რა? წავიდნენ უკვე სტუმრები? დამთავრებულად აბატების დღე მარიკო. დასო! დედა, კიდე ვერ იპოვეთ ქალბატონო ეგ ბავშვი? ვერა, არ არის დასო. მყავს მე დასო. ბავშვებო, დაჭერობანა ვითამაშოთ რა, ყველაც ვზივართ. მე დედაჩემ გამოფრთხილა არ გაოფლიანდეოდ, რამე სხვა ვითამაშოთ. აუ, ასო შენ მაინც მოვიფიქრე რამე, მაგრამ შენ ცხვირში გაგდით და მაგით ერთობი. აუ, მე რა მოვიფიქრო. თუ გინდათ ისე უკაკუნოთ ხალხს კარებზე და ჩვენ რო იცით ისე მოვატყუოთ ხოლმე. პირველი მე ვისავ. ვინ არის? უი, ბავშვი გისმენთ. გამარჯობა ქალბატონო, მანჯგალაძეები თქვენ ბრძანდებით? თქვენ და საჩუქარი გამოგვატანეს. უი, არა შვილო, გეშლებათ. კარგით, წავალთ მაშინ. წავედით შემდეგ სართულზე. აქ მე დავაკაკუნებ და სხვა გვარს ვიკითხავ. ცოცხლიდან გამოიღეთ იტი. რა ხდება, აბა რა ამბავია? გამარჯობა, თურმანიძეები თქვენ ხართ? საჩუქარი გამოგვატანეს თქვენთან. არა შვილო, რა თურმანიძეები? კარგით მაშინ, წავალთ. წამო შემდეგ სართულზე. ამ თეთრკარებზე დავაკაკუნებ მე. გამარჯობათ, რა გნებავთ? გამარჯობა, კერესედიძე თქვენ ხართ? საჩუქარი გამომატანეს თქვენთან. კი, მე ვარ, რა საჩუქარი? დავწყდით ბავშვებო! მას ლოკინებს. რატო მარიკო? ვიდი დალია წყალი და გიშველის. 4 ჭიქა წყალი დავლიე და არ მიშველა. იგი უნას ლოკინო იხლა? აბა რა უკნა. მიდი აბა დალია კიდე ერთი ჭიქა. ანასტასია მომისმინებ, რომ 100 ლოკინებს ადამიანს რაღაცაზე ყურადღება უნდა გადაატანინო. მირეს გადავატანინო ყურადღება ახლა. ნოვატორში რეგისტრაცია დაიწყო, მაგაზე რო ვიბაზრო, გრაფიკულ დიზაინზე და იგითებზე. არა, ნოვატორი კი არა, უნდა მოატყუო რაღაცა, რომ ყურადღება გადაიტანოს ადამიანმა. დავლიე და გამიარა მე მგონი. ფუშე. მომისმინე შენ, მე რაღაცა გავიგე ბავშვებზე, ეზოში რო თამაშობთ ხოლმე. დასი ამბობ. იმას თუ გულისხმობ, ნუცამ რომ მოხლები გადაიწყავა, მე არ მიკრია ხელი თვითონ წაიქცა.
არა ეგ არა კაცო. ასე მომიტანა ჩიტმა ამბავი რომ კატა დაუჭერიათ ბავშვებსო. ომარი კოც იყო და უწვალებიათო. არ არის ეგ მართალი. როგორ არა, რატო იტყუები ახლა? ხო იცი რომ დაქში და ტელეფონით გადაუღიათ კიდე ფოტოები ნაწვალებ კატაზეო. გამოიტანე მიდი ახლა შენი ტელეფონი. როგორ შემეწოდა ახლა ასე რომ ვაბრალებ ტყუილად. კაი ხო, მართლა დავიჭირეთ კატა, მაგრამ მე არ მიწვალებია, სხვებმა აწვალეს და სახლი დაუნგრიეს. გონი ჯობდა ნოვატორზე გვეთქვა და არა კატაზე. მიეხმარე მიდი ხო? თია რა ვახარ? გოგო კატის ბუნაკს ვაშენებინებ ბავშვებს დაუმტრევიათ გუშინ და დააჭერე მიდი ომარიკო ახლა გლურსმანი. ტიჩი ჩავერწყე. ღირსი ხარ. აუ როგორ ვილიტარ გვაგვიანებინ და ველოდები და. ნახევარ საათის ხო დაურეკე გამოვედიო მითხე, მაგრამ მოშებული წყოს ხომ მესმოდა ტელეფონში. აბონეში იყო უეჭველი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვა. გოგო ის გიგაყარალაშვილი რამდენი ხანია თურქეთში ტიპი გულაობს რა. გოგო სამკურნალო დაექცასული მანდ. არიცოდიე, ეგ ტიპის უმოწევის თემებში იყო, ხან პლანს ეწეოდა ექსასტავი და ხან რას და ტვინში რაღაცა დაუზიან და ნეიროქირურგების თემებში დადიან სულ. არ უნდა მომბობდი, მაგრამ ღირსია ეგეთი ადამიანი. 16 წელი რომ პლანის მოწევას დაიწყებ, გეტყობა რაც ხარ რა. მოვედი და ძალიან უნდა მაპატეთ, მაგრამ ისეთი ამბავი მოვიტანე, ყველაფერი და გავიწყდებად. იმედია გუგა ყარალაშვილის თურქეთის ამბები არ არის. ეგ უკვე ვიცით. ნუ მე ვიცოდი და ამან ახლა გაიგო. რა სამყურალოდ რა თურქეთში, ეგ როგორ არიცოდი გოგო? მოკლედ. ოქროშული ფეხძიმე და. აუ ეხლა შვილები შოკისგან გავქვავდი. ვისგან როგორ სად? გეტყვისა. აუ ეგ გადაცემა არ არის? ძალიან განათლებული ხალხი როდის და კითხვებს პასუხობენ. ვისგან როგორ სად? ეგ არის რა, სად რუდის? ნუ ხო, წყობამერია უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში. და ეგ ამბავი გავიგე შენ კორპუსთან ანასტასია. შენ მეზობლად ლაბრაკობდი რა ჩამოვიარე. ხათაო, ანასტასია დედა შენ არაფერი არ იცისნე და? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. აუ ხო რა. მოდი. თუქშია სამზარეულოში არის საჭმელი გავაკეთე და გაიცხელე. არა, არ მშია. რა ხდება აბა ინგა? სახლში, კორპუსში, უბანში რავი. არაფერი რა ვიცი, ისეთი არაფერი. ბაიმე, შენ კლასელ ოქროშულზე გაიგე? რა უნდა გამიგო რა მოხდა? რა მოხდა და გითხრა ახლა. წეღან ვიყავი მაღაზიაში ჩასული მეზობლები ლაპარაკობდნენ სადაბაზოსთან და გავიგე. თურმე მაგ შენ ოქროაშვილს მეორე საფეხურზე რომ მოტეხილი კიბის საფეხურია. დაცდენია საწყალს, ფეხი დაგორებული ამ კიბეებზე და შეასხნა თურმე ამ ჩეხვაძეების კარებს. ხო, ფეხის მძიმე მოტეხილობა აქვსო. რა სამბობ? მოიცა რა თქვი რა აქვს? ფეხის მძიმე მოტეხილობაო. ფეხის მძიმე. აუ დეკლარა შტირი ხარ რა. ლელა როგორ მახველებს მოვედით გოგო როგორ იღება ეს ჭიშკარი უი ერთ წუთი ინგაზაღლი დავაბა ლუსი მოდი აქ ლუსი შეხედე კი რა ლამაზი ადგილია მწვანე და ბევრი ხეებია ყველგან თბილისში ვართ ხო კი არა გავს თბილის მაგრამ თბილისია დიღომი 8 ინგა გააღე შემოდით შედი მიდი მობძანდით ასე უნდა დაგვივიწყოთ რომელ დავიწყებაზე მელაპარაკები ხალბატონო ერთხელ ვერ გამოგიყვანე ჩემამდე ესე იგი შენი ბიჭი ყოველ დღე იზრდება მოდი რენეს კოჩნის ხოლმე ლელა და გაბრიელი სახშია ვაიმე აქ დაჭირჭიტობდა სადღაც მიდი უკან გაიარე და მოძებნე ხო აქ ჩამოვსხდეთ ინგა უფ კაი სიმწვანე გაქრელა კორა და ზოგადად კაცო არ ვიცოდი მე ახლა აქ ნამყოფი არ ვიყავი რა ხანია დიღომი 8 არაჩვეულებრივი უბანი ყოფილა სუფთა და წყნარი ძვირფასი გოგო ძვირფასი საღამობით ფეხით დავდივარ ხოლმე ეს თუ შემოვივლი ხოლმე მთლიანად სვიადი მეუბნებოდა რომ ამდენ სტუდად იხარ ბარიღამ დავრჩენილი ყავით მცხეთაში და გევლო იქით და ფეხით ხოცი რა ენა ხო რა ენა და რა იუმორი გაბრიელ სათხარ და კიდე გაბრიელს ეძებს ეს იქით ნახე აი მე გუშინ იყო მობრძანებული ჩემი დედამთილი ხო და მე ხო სულ ის ვიდეო თვალებით ესენი მიყენია ჭიშკართან დავინახე რომ მოდიოდა ჩამოვაფარე სახლს უცბად ეს ფარდები ვითომ გასულები ვიყავით და იძახა მე და რო არავინ არ გახედა გაბრუნდა წავიდა უკან დელა არ შეაჭმებინო იწოდე მაგ კალს თავი და თვითონი დარდოს როგორ შენ კი ცხოვრობ აგერ ძალკოტში აი მე გამაცინე მეტი საქმე არა მაგ ინგ ერთხელ ცხოვრობ ადამიანი რა და ლემიდი ვაიმე კექსი მაგ გოგო გამომცხარი გამოვიტანო ეხლავე
ომარიკონი და გარაჟებისკენ ხო არ გავიდა უკან. ზებრა სამოაცალეს თვალი, რათა გადაეხადა ვალი. ეხლა თქვენ 3, 4. ვაი მიმღერით რა ბავში ბრაღა გახდა. აუ გვეწოდება მას. კაი კაცო რა გეწოდებათ მეორე თვალი ხო დარჩა რა. ეგ იმიტომ დარჩა რომ ლომმა შეიწყალა. ვაი მე ბავში სიმღერას ხო ვერ შევცვლით არა. საერთოდ ზეიმი გავაუქმოთ ჯობია. ვინ თქვა ეს? თედო იყო მას. თედო მომბრძანდი აქ? აი შენურიანი ხელზე. თედო დორბლით მოიშორი. მას გეორგი ძმებს წევს. ეხლა მეც მოვა და დაგიმატებ. აბა გადაშალეთ დავალების რვეულები, ჩამოვივლი შევამოწმებ. აუ დავალება რა გქონდა? ბეთჰოვენზე გქონდა მოსაძიებელი. ძალიან კარგი გოგო ხარ. აბა უმარიკო შენი დავალება? არ მიწერია მას. მომიცი ხელი? აი შენ ზორიანი ხელზე. ტუტუცი ეს. მოხვედი ომარიკო, რა ნიშნები მიიღე აბა დღეს? არაფერი მიმიღია. მოდი აბა ხელი მაჩვენე. ხო, არის დღუები. ხო გითხარი. ბებო როგორ ახარ? გესმის ჩემი ხმა? ხო, გესმის ჩემი ხმა? კარგად ბებო, შენ როგორ ახარ და გეწამლა ბებო ეშა. მეც კარგად, დაიწყო დადეგები, მაგრამ ჯერ ვერ ვერთობით ბავშვები. ვერ ერთობით ბეჯერა. ხო, რა იცანა ხამანდა თბილისიდან ბავშვებმა გართობა. აქ რა ჩამოხარ შენა სოფელში, ხო? აი ეს გართობი კარგად. ხო, დედამ თქვა რომ ივლისში ჩავალთ სოფელშიო, მანამდე ვერ, იმიტომ რომ ანასტასიას აქ გამოცდები და ივლისში ჩამოვალთ მერე მანდ. ხო, შვილო რომ საკიდად მაშინ ჩამოდით თქვენ ივლისი აგვისტონა საკიდად. მომესმინე, მარტო ხარ მანდა შენ. არ არის მარტო. ფულს თუ უგზავნი, უთხარი რომ შორტები იყიდო ზაფხულს არაფერი არა გამასთან საწმელი. ხო, უგზავნი, მაგასაც ანასტასიას შეპირებულება არ ორივეს. სხვა ბავშვები ჩამოვიდნენ სოფელში, ლაშა და ისინი. რა ვიცი ხა ჩამოვიდა 1-2 ხო, ნიკოლაძეების ბავშვი აქ არის, მაგრამ მაგასთან ქეშაობა დაუწყია იქ დავინახე ბოსტანში და. ის პროსაკეთე გამოგიგზავნე შენ 50-დან საინცოდე. ეგეც გავიგე, მაისულსაც იყიდეს აუცილებლად. ჯერ არ გამოუგზავნე და დამიხარჯა უკვე. დედა თამუნა რა კარგი ამბავი მითხარი ახლა, ჰა? კარგი ჩემო კარგო, ხვალიდან მანდვარ. კარგი. ჯერშად მიდიხარ ხვალ? ქვემოთ ჩვენთან მაღაზიაში სჭირდებოდათ კიდე ერთი გამყიდველი, ხო და მე ვიწყებ ხვალმან მუშაობას. რა თქვი? საბა, მაღაზიაში გეტი შენს აღარ გვაქვს ვაფშე. იმიტომ ჯერ ჩემ დაიწყო მანდ მუშაობა. აუ, ჯერშახ აღარ იქნები ხოლმე? მაშინ დელივით თუ გადამცეს პეჩენია. ასე თუ გაგზავნა პეჩენია კი არა, პურიც აღარ გადაგწდება ყელში. დავიხოცებით მშივრები. მაინც მოკვდებით? და მეტი რა უნდა მოკვდე. პანიკა დავშვი. აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედით უბრალოდ რეზ გავარ. აუ მიხდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მეტყვი და პრობლემები იქნება ცოტახანი მიხსიერებისო. ხო გახსოვს. ანუ დროებით ამნეზია რო გაქვს თუ ეგეც არ გახსოვს. უცოტახანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თიკლა ჭამე ექს პაკეტი პირიც არ დაგიკარებია. ვის მინ შეუკვეთა. სად ვარ საერთოდ? ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედი, დინგამ გამოგვეცილა. ოპასკარო შეუკვეთი, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახებ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მეცინება შე რო თავის მithმა გიგვრის. უკანასე დენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეძლოს. დამარცხდა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია, ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია? აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამი ხლა. გამარჯობა, თქვენი პასკა. გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახოთ. აუ გიხოცე ფიქ პასკაც გავჭრათ, რა ძალიან მომინდა. მიხედავი ბის რო გავჭრა, მე ინგა მიგამჭრის.
აი სახში მაინც გაჭერი მე. ო მანქანა სად დავაყენე? თეკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. Ja, მომპარე. არა. თუ დაჭეჭკილი როა. ერთი შენ დასუყურე რა, როგორ არის ჩაფლული ტელეფონში. მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ ვიმოგზავროთ ბარსელონაში 25 ლარად. რა კიდე ვიდეოებს უყურებ? Diego, შენ იცი რა ვიდეოს მაყურებინა? ლომებმა ირემი დაიჭირეს და დაგლიჯეს. შენ ნორმალური თუ ხარ, რეებს აყურებინებ ბავშვს, კაცო? გეგონება ძალიან თვაყურებინე, სანამ ნეკნები არ დატოვეს, იმისგან თვალი არ მოუშორებია ვიდეოსთვის. იმიტომ უყურე, რომ ბუნებაში დაგვავალა მასწავლებელმა ცხოველებზე უყურეთ ვიდეოებსო. მე ის კი არ ვთქვი მასწავლებელს ირმის გატყავების ვიდეოებს უყურეთო. ახლა სანამ გამიტყავები ხართ ორივე თქვენი ოთახები დაალაგეთ. სანაგვეთ რო აქცეული, ერთი ნაგვის მანქანები არ დიაშენით, თორე დანაშენი ყველაფერი ხდება. უმარიკო, მოიცი. ჩემო თახსაც თუ დაალაგებ, საღამოს გაყურებინებ ვიდეოს, როგორ ჭამენ ზებრას ნიანგები მდინარეში. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ ხა, მიდი რა მითხარ, თორე მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რო დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მოფთხილა, რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხოიც ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის პარკის მოპირდაპირეთ არიან ეხლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთვენება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც განგჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა სად დავიხატო, ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ სად. სადა, მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებდა. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო.